ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. დღეს ვიმყოფები თბილისის ცირკის შენობასთან. აქვე პლეხანოზე ძველი კინოსტუდია და ყოფილი თეატრების ბაზრობა. რა აკავშირებთ მათ? ცირკის შენობა აშენდა 1929 წელს. მის ქვემოთ იყო გვირაბები, სადაც საბჭოთა მანქანები შედიოდა და იყო მთელი სოფლიოდან ჩამოტანილი მცენარეთა თესლების საცავი, რომელიც შემდეგ გაუქმეს. დღეს მსგავსი საცავი ნორვეგიაშია. ადრე კინოსტუდიაში უნიკალურ ფილმებს იღებდნენ გენიალური მსახიობების შესრულებით. ისეთები როგორიცაა ჭრიჭინა, უდიპლომო სასიძო, მჩარიამა და სხვა. ამ ფილმებში ნათლად ჩანს იმ დროინდელი სოფლის მეურნეობის დონე. ციტრუსის და ჩაის პლანტაციები, ხილის ბაღები, ფერმები და სხვა. აქვეა ყოფილი დეზერტირების ბაზარი, რომელიც დაანგრიეს და როგორც ადრე გითხარით, უცხოეთიდან შემოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტებით სავსე საბჭოთა მანქანების სადგომად იქცა. ბაზარი, სადაც ადრე გლეხებს ჩამოქონდათ დამატი შრომის შედეგად მოყვანილი ნატურალური პროდუქტი და ყიდნენ, დაანგრიეს და ზედ მიაყოლეს მთელი სოფლის მეურნეობა. შედეგად მივიღეთ, რომ სასურსათო ბაზრის უდიდეს ნაწილს თუ მთლიანად არა, გენმოდიფიცირებული პროდუქცია მოიცავს და მასზე არანაირი კონტროლი არ ხორციელდება. გენური ინჟინერით გამოყვანილი გენმოდიფიცირებული პროდუქცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. გენმოდიფიცირებული საკვების ხშირი მოხმარება იწვევს სიცოცხლის პრობლემებს და ონკოლოგიურ დაავადებებს. დიდი ხანია საზოგადოებიდან შემოაქვთ ქათმის მეხორციელო და მერձეული საქონლის, კოჭების, მეგროცხული ქათმების სპეციალური საკვები, რომელიც ხელს უწყობს სწრაფ ზრდას. იყო შემთხვევა, რომ წიწილებს, რომლებსაც ამ საკვებს აძლევდნენ, ბუნებრივზე სწრაფად გაიზარდნენ, არ დაკლეს და თვითონ დაიხოცნენ. გაჭრის შედეგად აღმოჩნდა, რომ იყვნენ დაავადებულები. მით უმეტეს, დიდი მოგების მისაღებად ბევრი დოზაზე მეტს აძლევს ამ საკვებს, ასევე სასუქებს მცენარეებს. ადრე იყო შემთხვევები, როცა მეურნეობაში ანალიზის შედეგი თუ არ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი, მოსავლის აღება არ ხდებოდა და გარკვეული დროით ხდებოდა გადავადება. დღეს ამას არავინ აქცევს ყურადღებას. საკმაოდ გრულად ვიღებთ ინფორმაციას, რომ საკვების გამო სკოლაში ბაღში ბავშვები მოიცავენ. ბავშვთა საკვებში, ასევე თესა და ძის პროდუქტებში აღმოჩენილი იქნა ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ბავშვების ჯანმრთელობას. მოწამლული ჰაერი, საკვები, დაბინძურებული გარემო. მომავალი თაობა ჯანმრთელი როგორ უნდა გაიზარდოს. ბოლო ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ურანის გამამდიდებელ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების შედეგად ნათანზში რადიოაქტიური დამბიძურება აღმოაჩინეს. აქვე შეგახსენებთ, ჩერნობილში რადიაციის გაჟონვამ რა უარყოფითი შედეგები იქონია დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. აქვე გეტყვით, რომ ირანიდან საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდის ხილი, ბოსტნეული მზის პროდუქტები და სხვა. იმედია ზოგიერთების სიხარების და გულგრილობის გამო ჩვენ დატანჯულ და გაუბედურებულ მოსახლეობას კიდევ არ დაემატებათ ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც ისედაც არ აკლიათ. ადრე ერთ ჩანაწერში თქვი, რომ მასწავლებლებს, ექიმებს თბილისთან ახლოს უნდა გადაეცეთ საბაღე ნაკვეთები, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ასევე თბილისთან ახლოს უნდა შექმნას ფერმები, სათბურები, მეურნეობები, მცირე საწარმოები, რომლების აქციონერები სახელმწიფოდან ერთად იქნება ხალხი. თუ როგორ ადრე გესაუბროთ, ამ საკითხის მიმართ გუგლი დამოკიდებულებაა. ფილისის გარშემო კი მიწები უცხოელების ხელში გადადის და მათი რაოდენობა დღით-დღე იზრდება. სანამ გვიან არ არის, საჭიროა უიზო მიმოსვლის გაუქმება აზიის და აფრიკის სახელმწიფოებთან და ამ საკითხთან დაკავშირებით კანონების გამკაცრება. მთელი ყურადღების გადატანა ეკონომიკის განვითარებაზე, უპირველეს ყოვლისა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, კვების და მსუბუქი მრეწველობის განვითარებაზე და რაც მთავარია, ამ პროცესში ხალხის პენსიონერებიდან დაწყებული, ემიგრანტებით დამთავრებული ჯანმრთელობაზე. როგორ ადრე გესაუბროთ, არ გავიმეორებ. ბოლოს კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გუგლის დამოკიდებულება პრობლემებისადმი, რომელიც ხალხის, ქვეყნის და თქვენი ოჯახის შვილების მომავალს ეხება, ძალიან მძიმე გამოუსწორებელი შედეგებს მოგვიტანს უახლოეს რამდენიმე წელიწადში და შემდგომ
მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელი იქნება. იმ უდრობასთან და ტკივილთან ყველას ექნება შეხება. არ ვაზვიადებ, ცდილობ რბილად ვთქვა და ის სიტყვა არ ვიხმარო, რომელიც შეესატყვისება იმ მდგომარეობას. ამ საკითხთან დაკავშირებით მომდევნო ჩანაწერებში გესაუბრებით. მანამდე გამოიწერეთ YouTube და Facebook-ზე ეკონომიკური კეთილდღეობა, მოიწონეთ და გააზიარეთ. ქალბატონებო